წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტთან რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზურბასო მეგობრებო, ნუ თავდება კალენდარული წელი და ტრადიციულად ახლა ნებისმიერი უწყება, მათ შორის ბუნებრივია სპორტული სამყაროს ითვლის მონაგარს, თავის პასივს, აქტივს, მაგრამ ამჯერად თქვენი ყურადღება სანამ დაიწყება და აქ მერწმუნე მთელი კვირეული იქნება თავისი გალა საღამოთი, თავისი ფეერვერკი, თავისი წარდგენი, წელს რა მოვიგეთ, რამდენი მედალი ავიღეთ, სხვათა შორის, მაგრამ ეს ამჯერად მერწმუნეთ მოდი გადავდოთ გვერდით და რატო? იმიტომ რომ სანამ იმ მედალს აიღებ, მანამდე არის ორი მნიშვნელოვანი გზა გასავლელი. თავარი არის რა? თავარი ეს არის ბავშვი, აღსაზრდელი, როგორ ვითარდება ჰარმონიულად რამდენად მისი დაწყებული ბიოლოგიური მონაცემების მაქსიმალური რეალიზება, აქაც შემდგომ ხდება გამხოლოება, ნაწილი მიდის პროფესიულ სპორტში, ნაწილი კი წესიდარიგით უნდა აგრძელებდეს, ბუნებრივია, აი ესე ჩვენთვის ყბადაღებულ ფრაზას თუ ისევ და ისევ რამდენჯერ გავიმეორებთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მერწმუნეთ რაოდენ არ უნდა იყოს ტექნოლოგიები და მათ შორის ეს ყბადაღებული კომპიუტერი, რომელიც ყველა მშობლის დილემაა, რომ როგორ აგლიჯოს კომპიუტერი და ბავშვი და ჩაუშვას ეზოში, რაც ჩემ თაობას პირიქით, ჩემ თაობას დადევდნენ, ამოდის საქმე, ხო? ამოდი ბატონი და დამეთანხმება ისი ჩემი თაობის წარმომადგენელია, რომ შენ არ დაგირაღო და ეზოში ხო და ეხლა მთელი მშობლის ამოსალა როგორ ჩაიყვანოს. ეხლა რატო ვამბობ ამას ზურბასო მეგობრებო, ყველაფერს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს არის ერთი ცალკე პრობლემა და ამ პრობლემის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად ჩართულია ბუნებრივია სკოლა, სადაც დაწყებულია არა მარტო სკოლა, მეცაც გეტყვი და აქ ჯერ კიდე ელემენტარულად უბრალოდ ეს სხვა განსხვავების ფორმატია, უბრალოდ იგივე თუ როგორ უნდა იყოს პირველივე ნაბიჯებიდან, ბაგაბაღიდან მოყოლებული, შემდგომ უკვე ასე წვეულვაშიანი, უკვე ახალგაზრდა ხალხი და ეხლა მე მაგალითად მოსწავლეს, უკვე მე-12 კლასის მოსწავლე 18 წლის, უკვე კაცია, ხო? კაცი უკვე იმას ვეღარც უწოდებ უკვე და აი საკმაოდ საინტერესო გადაცემა და აი ბევრმა არც იცის რომ არსებობს სასკოლო სპორტის ორგანიზაცია, შეუბადო რომ ფედერაცია უგასრაო სასკოლო სკოლის ფედერაცია, რომელიც აი მერწმუნეთ ენთუზიაზმზე დღემდე ძალიან ბევრი რამაა გაკეთებული. მართალია ეს ზღვაში წვეთია, ეს არ არის აბსოლუტურად საკმარისი, თუმცა ამ ხალხმა რაც გააკეთა ინფოზე, იმ პირობებში ამას წარგიდგენდა, იმიტომ რომ აქ ეს ეგრეთ წოდებული არ გახლავთ, არ მიყვარს ეს სიტყვა, ეს პიარი კი არ არის და უბრალოდ მინდა წარგიდგინოთ ეს ხალხის და ეს საქმიანობას და საერთოდ ამ საქმის ავკარგიანობა და მისი მნიშვნელობა და როლი, რომელიც ასე კი არ უნდა იყოს სადღაც უკან მე-9 და მე-10 პლანზე გაწეული. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ის რომ დირექტორს იქ დირექტორის კაბინეტში შეიძლება ერთგვარი არ გატრო მიიღებს არ მიიღებს. ნუ ფეხზე დგებოდეს, გამოდიოდეს და აი ბატონო ეს მნიშვნელოვანი და შეიძლება თათვირი გაწყვიტოს, იმიტომ რომ აი ამას აქ ეს არის მთელი ყველაფერი, თორე იქ პლუს მინუს და რაღაცას მოაკვარახჭირე, მაგრამ აი ამ ჯანმრთელობას ვეღარ უზა უკვე ვერაფერს. ასე რომ ჩვენ დღევანდელი განცემის სტუმრები გახლავთ საქართველოს სასკოლო სპორტის პრეზიდენტი, ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიაბეგიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით ხავტასი და გამგეობის წევრი კახაბერ ნიკოლაძე. მოგესალმებით ბატონებო და მე მინდა მიმართო უბირაცა ჯერ პრეზიდენტს, ბატონი მე მგონი არ გადავაჭერბე ასია, ხო? აი რეალური სურათი, ხო? ანუ მნიშვნელობა მე მხედველობაში მაქვს თქვენი ორგანიზაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონო დიტო, მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს. მაგრამ უნდა განვიხადოთ მოწვევის. ვერიგით, ბატონო, მოსწვიდა საქმეს ვიცი რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. რაც შეეხება სასკოლო სპორტის ფედერაციას, ორივე სიტყვით გეტყვით ჩვენი შესახებ. 2013 წელს ჩამოყალიბდა ჩვენი ფედერაცია და მინდა გითხრათ რომ ფედერაცია დაფუძნებულია ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლებზე. ანუ ჩვენს ფედერაციაში გაერთიანებული არიან უბრალოდ ვალდუნგია წინამორბედი ყავდა და ასე თქვა იყო საერთოდ არ არსებობდა. მე ვერ ვიხსენებ ისე და რაც შეეხება ჩვენს ფედერაციის ჩამოყალიბებას, მას წინ უძღოდა სპორტული კლუბი მოკინალი 2011 წლის დაარსება. 2011 წელს ასევე ჩვენს არა მე მხედველობაში მაქვს უგასრავად სისტემას, ანუ აი თვითონ ამ სისტემას გეტყვით ბატონო დიტო
მიზეზ რატომაც მოხდა ამ ფედერაციის ჩამოყალიბება, ეს მიზეზი იყო მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროისათვის საქართველოში და მით უმეტეს თბილისში მოშლილი იყო ეს სასკოლო ღონისძიებების ჩატარება თითქმის არ ტარდებოდა, თუ ტარდებოდა ძალიან მწირი რაოდენობით და აქედან გამომდინარე თბილისის 5 საჯარო სკოლა გავერთიანდით დაუწყეთ საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებების ჩატარება, ამ ღონისძიებას მოყვა სასკოლო კლუბი მორკინელი 2011 წლის ჩამოყალიბება, ამ კლუბის ფარგლებში ჩავატარეთ ასე უამრავი ღონისძიება და თავისთავად გახდა საჭიროება, რომ გადავსულიყავით და ჩამოყალიბებინა სასკოლო სპორტის ფედერაცია. რაც შეეხება ფედერაციას, ჩვენი ფედერაცია მოგიხსენებათ, რომ დღესდღეობით კიდევ არ ფინანსდება ჩვენი ფედერაცია. აი ასე შიშველ ენთუზიაზმზე ვატარებთ ამ ღონისძიებებს ყველაფერს აბსოლუტურად, როცა მაბადია უნდა იყოს ჩართული მინიმუმ 2 უმსხვილესი ორგანო, ეს არის ბუნებრივი განათლების სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი და ჩემი აზრით, და ეს მარტო ჩემი სუბიექტური აზრი არ არის, დავით დამეთახმე, აქ როცა ფიზიკური ჯანმრთელობას ეხება საქმე ფიზიკურ აღზრდას და ჯანმრთელობას, კულტურას, ნებისმიერ ღონისძიებას, აქ აირებით აუცილებელია მისი უდიდებულესობა მთავარი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს აქტიური ის, იმიტომ რომ ისეთი მომენტი აქ არის, რა მიმართულებით წავიდნენ, მათი რეკომენდაციები, მათი დახმარება, მათი სპეციალისტები, როგორც შეჯიბრებებზე, ასევე, იმიტომ რომ ნებისმიერ ეხა ისეთი მომენტია დათქვა საერთაშორისო მოგყვება შემიძლია, მაგრამ ეხა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი როცა აკეთებს ქვეყნისთვის და მისთვის, აი ასე ვთქვათ, როგორც მინისტრის არა და გუნდური პრინციპიდან გამომდინარე, ისაც საკითხებზე, რომელიც ვთქვათ, მინისტრს ეს კარგია, ცუდი კი არა, მეც ამ ხრივ ვამბობ და ეს უშუალო მოვალეობა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. და განათლებაზე და ახალგაზრდა ეხა თქვენ მზარებთ, რომ არ გვაქვს და ეხა მაბდე და 21 საუკუნეში, როცა რამდენი სკოლაა თბილისში გამახსენეთ მარტო საჯარო. სავარაუდოდ 200 სკოლამდეა. საჯაროს და ის კერძო ჩადრე. კერძო ცალკეა. კერძო. აი მოდით იცი დავიწყოთ ეხლა სანამ ამ ფინანსირებასთან დაკავშირებით ერთნაირად ასე ვთქვათ ხვდებიან პური და ბარილით ეს ხელი არა ორივე საკერძოც, იმიტომ რომ კერძოს აფთხონდნენ რაღაც თავისი პრინციპები და სტრუქტურები და ჩვენ დავაკეთებთ. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ აღონიზებასაც ვატარებთ ის პროგრამა რაც შედავდა კერძო სკოლა და საჯარო სკოლა სრულიად თანაბარ პირობებში არიან, იმიტომ ორივე სკოლაში კერძოშიც და საჯაროშიც ჩვენი შვილები და ბავშვები არის, რა თქმა უნდა, რა და არანაირი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, მოვიდეთ კომერციული და საჯარო ბავშვი არ არსებობს და ისევე როგორც ჯანმრთელობა და ისე საერთოდ ჭირდებათ, ხო? რაც შეეხება ახსენეთ, რომ ფინანსების გარეშე ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მესამე წელია ხალხო ფუნქციონირებდა, რატო არ ბიუჯეტი? წლის უკან კიდე ქონდა საქმიანობა სკოლებში, საკლუბო დონეზე და მაშინაც ეს ყველაფერი კეთდებოდა ფინანსების გარეშე. ჩვენი ფედერაციის ძირითადი თავარი პლუსი რაც არის, ეს არის ეს კადრები დღეს, რომლებიც არიან საჯარო სკოლებში, ანუ ფიზიკური აღზრდის პედაგოგები, სამედრინოდ ყავს სპეციალისტები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რომლებიც ასე ბადრია უგასრავად სადაგზა იცით, აი თვალსაჩინო გახდეს თქვენ ნებართვით კითხვის სახით გაგაწყვეტილი, თუმცა რა თქმა უნდა აზრს არ ვგარგებ სპეციალისტებთან დაკავშირებით. აქ საუბარია თქვენს მიერ ასე ვთქვათ მოწვეულ სპეციალისტებზე, თუ უშუალოდ სკოლაში მოღვაწე, სკოლაში არსებული ფიზიკური აღზრდის, ანუ ასე ვთქვათ, აი ფიზკულტურის მასწავლებლებს რო უწოდებდი ჩვენ ბავშვობაში, აი ხა მომიტევეთ, აქ შეიძლება ფრაზები იყოს, ცოტა ისეთი კალგური ეს თვალსაჩინოებისთვის, მსმენელისთვის რო გახდეს ნათელი და იმედია ეს ადამიანები არ გვიწყენენ, თორე ეხა მათი მას შესულია რეგალია და მაინც დავით დამეთახმე ჯობია უბრალოდ იმით თვალსაჩინოებისთვის, ხო იცი? ბატონო, სანამ გადავიდეთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, მინდა გითხრათ, რომ მახსენეთ თბილისში ორასამდე საჯარო სკოლა. ეს რამხელა არეალია და თქვენ ფუნქციონირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ფედერაცია ყოველწლიურად აკეთებს გამოკითხვას სკოლებში, ანუ მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესის გარეთ სპორტში ჩართულობის შესახებ.
და აი მოდი სანამ ციფრებამდე, იმიტომ რომ ჩვენ გვიახლოვდება პირველი სარეკლამო ჭრა, მე მინდა ბანოგია უბრიანია რომ აზრი არ გაიყოს გააჟღეროთ თვითონ აი დამოკიდებულება როგორც მშობლების ასევე ბავშვების. ამ ხელ რაიმე პრობლემა წაწყდით აი ან გუნდრილი დამოკიდებულება ან სურვილის უქოლობა ან ფრაზა რომ ეს რა გვინდა რაღაცა გიპასუხებთ ბალონი გაღა ნიკოლაძე ერთობა სპორტის ფედერაციის გამგებლობის პირიქით მოსწავლისა და მშობლისაგან უფრო დადებითი იმპულსია მოხარულები არიან ხშირია შემთხვევა რომ დავამთავროთ უკვე რაიმე ტურნირს ტურნირის დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ შეიძლება დაგირეკონ და ამ სახეობაში ახალ ტურნირს როდის ვიწყებთ ან მზაობა იმის რომ მოსწავლე ჩაერთვება და მასწავლებელიც დამშობელიც არის ძალიან მაღალი. კარგი შეკითხვა, განვაგრძობ ამ შეკითხვას იმით, რომ ჩვენ საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია აქვს ძალიან კარგი წამოწყება, რომელიც ვფიქრობ ძალიან მცირე სპორტის ფედერაციებს აქვს. ეს არის მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის ჩართულობა. ამ მხრივ ჩვენ დაფინანსებაზე ვთქვით წეღან. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ორგანიზაცია გვეხმარება ფინანსურად, მაგალითად თბილისის მერია, რასთან ჭიდროდ თანამშრომლობთ, იყო შემთხვევები, რამდენიმე სახეობაში ჩატარებული სპორტული აქტივობა დაგვიფინანსა, მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ეს იყო სხვათა შორის მაგიდის ჩოგბურთი, სადაც მონაწილეობდა მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი და სკოლის გუნდში ასევე ჩართული იყო ერთი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, მაგალითად ისეთი, რომელსაც არ ჭირდება წარდგინება კახიაშვილი ბავშვად. მერიის თბილისის ახალგაზრდობის სპორტისა და განათლების სამსახურიდან იყვნენ. ზუსტად ამ სამსახურმა ჩვენ დავიფინანსა მაგიდის ჩოგბურთი, ჰიპ-ჰოპი და კიდევ ფოტოკონკურსის გვიფინანსებს ახლა მომავალში. ეს უკვე ეგზოტიკურია, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. იმ ინტეგრაციის მშობლის ვერაბზარე დაგარე პედაგოგი მშობელი უშუალოდ და მოსწავლის ჩართულობის საქმეში ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია არა იმით, რომ ისინი გამოვლენ დაუშვათ მოედანზე იქნებიან, დარბაზში იქნებიან ერთად. ეს არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როცა მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი დარბაზში გამოსვლამდე ერთად ვარჯიშობს. ერთობა, რა თქმა უნდა. ანუ მოსწავლე ხედავს, რომ ყოველდღიური რუტინის გარდა მასწავლებელთან და მშობელთან მას უკვე რაღაც საერთო საქმეს აკავშირებს. აი ჩვენი ფედერაციის ახლა ისე დადებითი კუთხით რა, იქ უკვე რო თქვენ ასაკობრივი ზღვარი იშლება და გაგებით ერთად ის ხიდი, რომელიც შესაძლოა შემდეგ მოსუსტდეს, პირიქით ხდება დადებითი განმტკიცება თანამშრომლობის მოსწავლის, მასწავლებელს და მშობელს შორის. მშობელი არ მიდის სკოლაში მხოლოდ დასაბარებლად და ნიშნის გასაგებად, არამედ მიდის საერთო საქმის გასაკეთებლად. ანუ თემი არის შეკრული. აი ამას რა თქმა უნდა მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს მჭიდროდ თანამშრომლობთ და ახალოს მომავალში ამ მიმართულებით დაგეგმილია ისევ იგივე სამსახურის მიერ დაფინანსება მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, ამონათრბენში, ორიენტირებით სირბილში, სპორტულ ორიენტირებაში უკაცრავად და მეკლდეურობაში. ძალიან კარგი, არაფერი, მაგრამ ერთადერთი ამ მხრივ შესაძლოა დადებითი ძვრები იყოს სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობა, ამ შემთხვევაში თბილისის მერიისგან აქტიურობა, მხოლოდ დადებით შედეგს მოიღებს და ვფიქრობ, რომ თბილისის მერიის მაგალითი, კარგი გადასაღები მაგალითია სხვა თვითმმართველი ორგანოების მიერ. ეხლა სამწუხაროდ პირველი სარეკლამო ჭრა არა, ის აბსოლუტურად მართალია, ეს არის ელემენტარული აქსიომა. მეცაც ვიტყვი, ეს მოვალენის კი არიან, ეხლა არავინ გაღიზიანდება იმედი ამ სიტყვებზე, იციან ძალიან კარგად და გაცილებით მეტია საჭირო, მით უმეტეს ეხლა ის თანხები, რომელიც გაჟღერდება, იმდენად მიზერული ციფრებია და ანუ საკმაოდ ისეთი თაღით ისე იმდენი რაღაც სიკეთება შეიძლება, ანუ თავარი ის არის ძირფაზე მეგობრებო, რომ აქ ჩვენ კონკრეტულ შედეგზე ვსაუბრობ და არ დავდებთ, ასე ვთქვათ, მე არ მინდა ეხლა მოვიყვანო წინა რეჟიმის პერიოდში რა ხდებოდა და რა მიწელები და ის ეგრეთ წოდებული ათკატები, რომელიც ეს უკვე ცალკე თემაა და ცალკე ორგანოების თემაა. აქ მე სპორტზე ვსაუბრობ და სპორტული ისმა გუშუალოდ ხომ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ავუარო, აი ბატონებს აქ ბრწყინვალე პროექტი, ამ პროექტის საუბარს განვაგრძობ სულ რამდენიმე წუთში ჩვენს განსაკუთრებაში პირველი სარეკლამო ჭრის დრო დადგა.
Sport Time. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. მაშასე ვაგრძელებ ძვირფასო მეგობრებო და მე მოგლე შევახსენებთ საკმაოდ საინტერესო მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე თემა რომელზეც თითქოს რო ითქვია ნახა სლენგისთვის უკაცრავად და ყველა ვაკრუგ და ოკოლო საუბრობს მაგრამ მე ჯერ ასე საქმეზე მიმდგარი ერთეული გამონაკლისების გარდა და ჩემთვის პირადად ეს არის სასიამოვნო აღმოჩენა მოულოდნელობაც და ამომდროულად ცოტა არ იყოს ესე ტკივილის კი შემოყარა იმიტომ რატო არ არის ელემენტარული რა გვიშლის იმ პირობების შექმნას რომ სასკოლო სპორტს გასილებით მეტი ყურადღება მიექცეს და თანაც ორგანიზაცია რომლის სტუმრები დღეს წარმოადგენენ ეს გახლავთ სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია და მისი ხელმძღვანელები პრეზიდენტი ბატონი გიაბეგიაშვილი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით ხავთაშვილი და გამგეობისებრი ბატონი კახა ნიკოლაძე ზუსტად ჩვენ გასების პირველ ნაწილში ცხადად ჩამოაყალიბეს და გასაჯის თუ რა საერთოდ ყოველგვარი მინიმალური დანახარჯებით და რატომ უშვა ამას ხას იმიტომ რომ ყველა ბიუროკრატიის კედელი უკავშირდება ბატონია დამეთანხმებით ფინანსებს ხო? ნუ ეხლა შეიძლება მართლა ვიღაცას დაიძაროს ვიღაც ვერ იტანდეს მაგრამ ის სალკე გასაკიცხი და ის რას ქვია ეხლა ბევრი წარმომიდგენია დღეს შეიძლება ბევრს არ ემყაჭება მაგრამ სპორტის მნიშვნელობაზე და ცხოვრების ჩასაწყისზე ეხლა მოვიდეთ იმდენი განათლება და იმდენი ინტელექტი და იმდენი თბილისში და საქართველოში დირექტორი რომელიც ამაზე კამას დაგიწყებს და გეტყვის ეს არის მე არც ის სპორტ დარბაზი მინდა არც სასკოლო მინდა არც ღონისძიება მინდა არაფერი არ მინდა მინდა თქვა მარტო მათემატიკის სტური მაგრამ მათემატიკის სტურამდე სადაც თანამედროვე ცნობიერება როგორ ყალიბდება იცით რომ მათემატიკის სტურამდე რომ მიხვიდე ფიზიკურად უნდა იყოს ჯანსაღი თუ არ ახარ ჯამთელი თუ არ ახარ ჭადრაკს მაგალითად თუ აი შაღირობდე რომ ბიჭო ერთი და მე თორმე ეხლა აღმოჩნდა ბევრს ვინც არის ჩაღედული რომ ჭადრაკს ხო უზარმაზარი სერიოზული ფიზიკური დატვირთვები კუპერები აქვს თელის ჩამოყალიბება რომ იმ ტურნირზე რომ გაზლო ის რომ იყო ჯამთელი ხო წარმოგიდგენი შვეიცარიული სისტემით ამ დღეს 9 პარტია ითამაშო ერთ დონეზე თურმე ეს უდიდეს იმას ითხოვს ხო და მოდი ეხლა ჩვენ დავუბრუნდეთ ყველაზე მნიშვნელოვანს ჩვენ გავჩერდით საკმაოდ საინტერესო საკითხზე ეს არის უშუალოდ როგორ იტვირთება სკოლები საკმაოდ ეს თქვენ უკვე გააჟღერეთ რამდენიმე სპორტის სახეობა რომელიც ჩვენში ოდითგანვე პოპულარობის სარგებლობს და ეს ჩვენი თაობა ხო დავიწყოთ იქიდან ასაკიდან რადგან ეს იგი რომელი ასაკიდან იწყება ჯერჯერობით ფედერაციის მიერ თქვენი ფედერაციის მიერ ეგეთი წარმოებულ სპორტის ესე იგი სახეობებში მონაწილეობა რაც შეეხება ჩვენს ფედერაციას თავიდანვე ბატონო კახამ აღნიშნა რომ ოდნავ განსხვავებული ფედერაცია ვართ ჩვენი მიმართულება მოსწავლეთა როგორც ფიზიკური ასევე ინტელექტუალური, კულტურული და მორალური განვითარება. შეერწყათ ხო? ანუ კლასიკური საქართველოს მოქალაქე იყოს თავიდან ბოლომდე აღსაზრდელი ეს ახალგაზრდა კაცი ჭაბუკი თუ რაღაც ის ქალიშვილი გოგონა ესთეტიური, ჰარმონიული შეწყება, ხო? რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, ვიწყებთ მე-7 კლასიდან. დღეს მე-7 კლასიდან სკოლებში ისწავლება სპორტი და ჩვენც ვცდილობთ რომ ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე თუმცა დამეტყვით თუ იქნება შესაძლებლობა რაც ადრე უკეთესი ხო? ამგონი როდა რა პირველ კლასიდან რომ დავიწყოთ ანუ გახა გვიშლის რამე ხელმძღვანელი არაერთ არ იქნება დაწყებით საფეხურებს აღნიშნე როგორც ფიზიკური ისე ინტელექტუალური კულტურული განვითარება მოსწავლეთა მათქე და ჩვენ სხვადასხვა სამინისტროებთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა რომელთან ერთადაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს. მაგალითად შარშან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქცია იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კომპანია შეუერთდით და ჩვენ ფედერაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად სკოლის მოსწავლეებში სხვადასხვა დაწყებით საფეხურზე განახორციელეთ ფოტოკონკურსი ასევე კონკურსი ასევე საფეხურზე გავაკეთეთ ესეების კონკურსი რაც შეეხება საშუალო საფეხურს 11-12 კლასებში უკვე განახორციელეთ პოლიციის თასი სადაც სკოლის მაღალი საფეხურის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. რაც შეეხება ციფრებზე საუბრობთ დღეს და თქვენ ახსენეთ რომ
მათემატიკის ოლიმპიადამდე ბავშვი რომ მივიდეს საჭირო ფიზიკური განვითარება ბავშვის ჩვენ გაკეთებული გვაქვს გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებში საგაკვეთილო პროცესის გარეთ სპორტში ჩართული. იგივე ასაკში ვტრიალებთ ხო? მე-7 და მე-12 ხო? აქ უკვე ვტრიალებთ პირველი მე-12 კლასი. უკვე სრულად დიახ. იმიტომ რომ მოზარდის იგივე სწორად გამიგეთ. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მყიფეა ჯერ კიდევ ცნობიერება, პირველ მეორე კლასელის აზრის ჩემი აზრით გასათვალისწინებელია მეცნიერად სურათის სიცხადესა და ნათელში შეტანის მომენტში ის საკმაოდ თავის ისე დადებით როლს ასრულებს. სკოლიდან გვაქვს ინფორმაცია. ანუ სრული საქართველოს მასშტაბით შეიძლება იყოს. სრული არ არის სამწუხაროდ, მაგრამ დიდი რაოდენობა, სადღაც 176,000-ზე მეტი ბავშვი იყო გამოკითხული. და მინდა გითხრათ, რომ ამ 76,000-დან 40,000 ბავშვამდეა სპორტით დაკავებული საგაკვეთილო პროცესის გარეთ, რაც არის 23% საერთო რაოდენობა. ეს არის სპორტში ჩართულობა, მე მინდა მსმენელს აუხსნა, რომ ის ტრადიციული კი ბატონო, ეხლა ცოტა ისე უტრირებ, რა თქმა უნდა, ზემკლავი, მიმკლავის გარდა სპორტით დაკავებულია 23%, რაც არის კატასტროფა რა, ხა კიდევ ერთი სარეკ და რა იწვევს ამაზე აი ამ გაუწევ მიზეზებზე ზუსტად და უშუალოდ ფედერაციას თუ რისი გაკეთება შეუძლია კერძოდ ვინ სად რა უნდა იყოს წარმოდგენილი აქ რა უკვე ყოველგვარ რეგულაციების გარშე ისე ამ რეგულაციებში რათაღაც იხარჯება ისა დავით ბატონო ამის 20% აქ რომ დაიხარჯოს კასილებით უკეთ შედეგს მივიღებთ ხო მე ვერ გავიგე ამ რეგულაციებით რატომ იწყდება უკვე გადაცემა დღემდე რა მოკლედ ამის შემდეგ ძვირფასო მეგობრებო ეს ნახევარხუმრობით უკვე ჩვენ უკვე სრული და საკმაოდ ვრცელი საგადასემო ფორმატი გაგიმონდებით. Sport Time. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. მაშასე ძვირფასო მეგობრებო კიდევ ერთხელ შეასწრებთ რომ ჩვენი დღევანდელი გაცემის თემა მეტად მნიშვნელოვანი საშურზე მეტი საზოსხო მნიშვნელობის ჩემი აზრით და ალბათ ძნელი ამაში ვინმე გამოგვიჩნდეს ოპონენტის სახით და გააპროტესტოს რომ სწორედ სასკოლო სპორტში არის უდიდესი პოტენცია იმის თუ და ჯერ კიდევ სკოლამდეც აი ბაგა ბახში მე მინდა კიდევ ერთხელ სხვა შორის ამას გაცემის თემა იქნება უბრალოდ ეს გაისად საკმაოდ ცნობილი ნიჭიერი პროფესორის აი ერთი ფრაზა რომ თავარი რა არის როგორ მიყვავს ბავშვი თავიდანვე იგივე ბაგაბახში თუ არ მიყვავს ბაგაბახში სკოლაში და რამ მდგომარეობაში ვტოვებთ მას იქ და რამ მდგომარეობიდან მოყვავს აი აქ ხელშეკრულება უნდა გაბორდეს ოფიციალური ეს ქაღალდომანია კი არ გახდეს ეს რეალური დამოკიდებულება თუ აი ეს ჩართულობა ხმადაღებული არ დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ხამ გაღადებლისა და ეს არ იყოს მხოლოდ ფორმალური და აი ფორმალური რო არ უნდა იყოს და ამ ხრივ რო რაღაცები გეტდება და ამ პატიოსახაც რო რაოდენ მხარში მდგომაჭირდება მათ პირადღებობას კი არა საქმეს ხო აი ამის შესახებ ვაგრძელებ ზუსტად საუბარს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სტუმრებს პრეზიდენტი ბატონი გიაბეგიაშვილი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით ხავდაძე და გამგეობისებრი ბატონი გახა ნიკოლაძე და ბატონი შევცდით ჩვენ აი თქვენ ბავშვებში გააგებთ 500 სკოლის ნუ ეს არის პრაქტიკულად კოლოსალური ჩატარებული ჩნობა გამოკითხვა და თან მე როგორც მახსოვს ამ შემთხვევაში ღონისძიებების განსხვავებით არ შეზღუდეთ ასაკი და აიღეთ ეს 12 წელი მთლიანად ხო ანუ პირველი და მე-12 და აღმოჩნდა რომ დაკავებულია სპორტით მხოლოდ 23%. ესეც აქ პროფესიულ სპორტზე არ არის. აქ შედის სექციებიც. იმიტომ რომ ჩვენ გაუშვათ ხაზი რომ სხვა არის კიდე პროფესიული სპორტის მიმართულება და სხვა არის სექცია ელემენტარულად შეიძლება ნებისმიერ ფიზკულტურის მასწავლებელს ქონდეს ხო ბატონო თუ ასეა პოლიცეზია სკოლის ავტორების შემდეგ რაღაცა პატარა ჯგუფი ყავდეს რომელიც ანუ აი ის რაც მიმკლავს ზემკლავს სილდება ხო ბატონო დიტო და ეხა მაბატია და თქვენ ამზარი და ამას რო პროფესიული სპორტის დიფერენცირება გავაკეთოთ იქ ისეთ სურათს მივიღებთ ეს უკვე კოშმარზე უკვე ისეთ ნორმატიულ ლექსიკაზე გავსწრებით მიპასუხებთ ამაზე თავიდანვე აღნიშნე რომ ჩვენი ფედერაციაში გაერთიანებული არიან ფიზიკური აღზრდის და სპორტის პედაგოგები და ის მიზეზიც თქვენ რატომაც გავერთიანდით ეს პედაგოგები და რატომაც დავიწყეთ ჩვენ თვითონ ამ სასკოლო ღონისძიების ჩატარება
ეს იყო ზუსტად ის, რომ არ ხდებოდა იმ დროისათვის ამდაგარი შეჯიბრებები და თუ ხდებოდა ეს იყო ერთჯერადი ეს ყველაფერი მოჩვენებითი რა თუ თქვა კადრებს საუბრისოდან მოდის კომისია და უნდა ხოდა სასწრაფოდ შეიძლება სხვა სკოლიდან მოგვანა ბავშვები ხუმრობა რა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ აღნიშნული პრობლემა რომ აღგვიფხრა აი თუ 23% დღეს ვიცით რომ გაჭირებულია მოსახლეობა უჭირთან წრეებზე შვიდობას ტარება და აქედან გამომდინარე ფედერაციამ შეიმუშავეთ სასკოლო სისტემა ანუ ჩამოყალიბეთ სასკოლო ლიგები სპორტის 4 სახეობაში სასკოლო ლიგა გულისხმობს მოდის სახეები კიდევ ერთხელ გავაშალოთ თუ არ იქნება კალათბურთი მინი ფეხბურთი კალათბურთი დიდი თუ მინი დიდი კალათბურთი დიდი ანუ ორივე ფარზე 4-5-ზე ფრენბურთი შენერ ფრენბურთსაც დავიწყებულია და ამისად და მე ხელბურთი სამწუხაროდ ხელბურთში ჯერჯერობით ვერ დავიწყეთ ჩემპიონატების ჩატარება რატო თუ საიდუმლო არ არის იმიტომ რომ როგორი მომენტი ისე ბატონი კაკაბაძე ისეა გადაგებული იმაზე და როგორ ზურას ახოდა რა ჭირდება თან მაქვს ურთიერთობა ეს ბოლო პერიოდია და იმედი მაქვს 2016 წლიდან ერთობლივად ჩავატარებთ სასკოლო ჩემპიონატს. ნუ არ ვიბარებ, იმიტომ რომ თან ისეთ სახეობა სათამაშო ძით თქვენს არ გიდაცემთ ხოლმე, ხო აი ესეთი მომენტია რა. მეხუთე ეს არის სასკოლო ტურნირი ფუტზალში, დარბაზის ფეხბურთი. ის პირველი დიდი ფეხბურთი იყო? მინი ფეხბურთი იყო. მინი და ფუტზალი, ნუ თითქმის ხო. ჩიტარდებოდა და ერთი გარეთ მოდი ასე ვთქვათ, შენობის მიღმა და და მეორე შენობის შიგნით, ხო, განსხვავება ამით, ხო? ეს დიახ, ეს სასკოლო ლიგა სხვა ტურნირებისგან გამოირჩევა იმით, რომ იწყება სასწავლო წლის დასაწყისში, ანუ სექტემბერი-ოქტომბერში იწყება და ფინალური ეტაპი ტარდება უკვე მაისი-ივნისის თვეში. ანუ მაგალითად შარშან 2014-2015 სასწავლო წელს ფუტზალის ჩემპიონატი, რომელიც ჩავატარეთ, სადღაც საქართველოს მასშტაბით 260-მდე საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული. 2006 წელს ბავშვები იყო ჩართული. ეს ბავშვები წლის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას, აი როგორც უმაღლესი ჩემპიონატია ფეხბურთში, ამ პრინციპით შაბათ-კვირას ტარდებოდა სასკოლო ტურნირი ხოლმე. და ბავშვები ელოდებოდნენ შაბათს უქმეებს რა, სადაც გამოდავშულ და ბატონო უძრავ და აქ აი თქვენ ძალიან რომ ჩართულობა უშუალო სკოლის ფიზიკური აღზრდის ანუ სულს მასწავლებლებს და მათ აქვს შესაძლებლობა რომ ამ ბავშვებს ნუ მეტნაკლებად თქვათ რაიმე დამატებითი მეცადინეობები ჩაუტარონ ანუ მომზადების პროცესი ნუ ქაოტურად ხდება აი პირდაპირ ეს აი ველოდები შაბათ-კვირას ხო ვიცი რომ ლაღას ლიგაზე უნდა ვითამაშო ეხა ველოდები ერთია და აი ჩემი რაღაცა მომზადების პროცესში არის ამ არის სკოლები სადაც აძლევენ ხო შესაძლებლობას ჩვენ სტატისტიკაზე ვლაპარაკობდით და აგერ სტატისტიკა გვიჭირავს ჩვენ და ყველაზე დიდი პროცენტულად უკავია ფეხბურთს 6%-ია 23%-დან 6% მოდის ფეხბურთზე და ჩვენ იმედი გვაქვს ახალ ხელმძღვანელობას. აი ჭიდაობა მიხარი ეს ალბათ ქართულ ჭიდაობას გულისხმობენ უფრო 3% ხო იმიტომ რომ ხომ ეხა ზოგადად ჯუდოს აღურებდა რომ გაიყვანდა ეხა იმას რომ მოარგე ბერძნულად ხო ქართულ ჩოხას სხვაგვარი დამოკიდებულება იქნება ამას შემოდინავსებდა გამოცდილება 2011 წელს მაშინ სპორტული კლუბი მორკინალი იყო და მაშინ გონდათ ხო ორიჯებები გიგი მოსწრეთ სასკოლო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში სადაც აქტიურად იყვნენ სკოლაში. აქ ისეთი სული და ცეცხლიანები ბატონოგია, რომ იმხელა რესურსია ჩადებული შვენიერ, ნუ ეხა აღმოსავლურთა ბრძოლები. იმედი გვაქვს ბატონო დიტო ახალ ხელმძღვანელობასთან ფეხბურთის ფედერაციასთან ამოწყობთ ურთიერთობას და შარშან თუ არ აგორიაზე არ არის კობი ყველანაირად მოწადინებულია ლევან კობიაშვილის კი რა ახლა ხას შვენიერი ტურნირი იქნა ეხლა და არსებული რაც შეეხება ასევე ვახსენე ფეხბურთის ფედერაცია და
მინდა გითხრათ, რომ არსებობს კიდევ ასეთი კარატის ეროვნული ფედერაცია, რომელიც აქტიურად არის სასკოლო სპორტში ჩართული. ბატონი კახაბასილია გვერდში გვიდგას და სულ ცოტა ხნის წინ 15 ნოემბერს ბატონ კახასთან ერთად თბილისში ჩავატარდით, რა თქმა უნდა, მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კარატეში სკოლებს შორის, სადაც რა ქვეყანა იყო ჩამოსული. მაგრამ აბადე ძალიან კარგია, კახას ვიცი ეს უყვარს საჩვენებელი და ისე დასწრული, მაგრამ იქ უკვე თუ პროფესიულ დონეზე არ არის მომზადებული ბავშვი, რა თქმა უნდა გაუჭირდება. ხო, აი კლასიკურ სამოყვარულო დონეზე მონაწილეობას, ანუ ბავშვი ორგანიზებული, მომზადებული უნდა გავიქცეს. რაც შეეხება ამ მიმართულებას, ჩვენ არ დაგვიწია ეგრევე საერთაშორისო. არა, მისთვის საიდან ამ პირობებით ხალ ხო? წინ უძღოდა თბილისი საქართველოს ჩემპიონატი. ჯერ იყო თბილისის ჩემპიონატი, მერე ჩავატარეთ საქართველოს ჩემპიონატი და მაღალი რანგის სპორტსმენები უკვე ჩაერთნენ ამ საერთაშორისო ტურნირზე და უკვე ერთობლივად დაგეგმილი გვაქვს მაისის თვეში მსოფლიო თასის ჩატარება საქართველოში, სადაც ალბათ 30-ზე მეტი ქვეყანა. ჩვენი ეს წელისა დამდეგ 2016 წელს. სოფლიო თასის გადასარევია. რა თქმა უნდა, აქაც მერიის დახმარება იქნება გადამწყვეტი და წინასწარი ინფორმაციით მერიის თანამშრომლობაზე ეხება. რაც შეეხება ბოქს 15 ნოემბერს ბატონმა გიამ აღნიშნა კარატის ჩემპიონატი, კარატის საერთაშორისო ჩემპიონატი მოსწავლეებს შორის. ეს იყო არა ის, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ უცხო ქვეყნის მოსწავლეები დავპატიჟოთ, არამედ ეს იყო ოფიციალური საერთაშორისო ტურნირი, რომლის ჩატარებისთვის, თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გინდა კიდევ ერთხელ თქვა ბატონ კახაბასილიასთან და თბილისის მერიის მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა გადაუხადოთ. რამდენიმე სიტყვით ვიტყვი სიახლეს, რომელიც ასიამოვნო სიახლე იქნება ჩვენი აზრით არა მარტო ჩვენი ფედერაციისთვის, არამედ დედაქალაქისა და თბილისისათვის. უახლოეს მომავალში გეგმება ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ თბილისი გეგმავს უმასპინძლოს თბილისში 2002 წელს თბილისის ევროპული დედაქალაქის სტატუსი მოიპოვოს და ამისათვის 2002 წელს დაბადება 2021 წუთით მე მგონი არასწორად გამომივიდა ფორმირება თბილისის მერიის აიპის თბილისის ეროვნული ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ალუდა გოგლიჩიძის ინიციატივით და ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით გადაწყდა, რომ თბილისმა შეიტანოს აპლიკანტის გაცხადება და გახდეს 2020 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი. საკმაოდ მნიშვნელოვანი. აი რას მოიცავს რა ორი სიტყვით რომ ხლად ბაბადიდი იმას არ დავიმსგავსებით იმედია რა ეს პროექტი იყო რას და კლასიკური მარაზმი და ამაზე 100 გადაცემა უნდა გავაკეთო რო ვერ განასხვავეს მე ფესტივალი ოლიმპიადისგან და ხო არა ნუ ისე მე ხეზე გაიგებით ვაბო ახალგაზრდული დედაქალაქი იქნება ფორუმი ახალგაზრდებისათვის სადაც იქნება საშუალება მათ გამოავლინონ თავიანთი კულტურული ინტელექტუალური ნერვული სპორტული მარტო და ჩვენ გვინდა თანამშრომლობთ ამ ორგანიზაციასთან და ვფიქრობ ჩვენი ჩართულობა იქნება ნაყოფიერი თბილისის 2020-ში ახალგაზრდული დედაქალაქის აღიარების საქმეში და ჩვენი ფედერაცია ჩვენი მიმართულებით სპორტის მიმართულებით ჯანსაღი ცხოვრების წესის როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში ხელშემწყობი ორგანიზაცია ვფიქრობ ნაყოფიერად ჩავერთვებით და სასიამოვნო იქნება იმის განცდა შემდეგ რომ აი ჩვენც მივიღეთ ამ დედაქალაქის წარმატებლად წარმოჩინებაში მონაწილეობა. ბალონგა ხო უძრავოდ როდის და საწყდება ეს საკითხი? 2016 წელს დავიწყეთ სპორტ ჩვენ პირადად 2016 წელს ჯერ დავიწყეთ ღონისძიებების აქტივობების განხორციელებას 2017 წელს ჩვენ შევიტანთ ჩვენ არა ეს აიპი ახალგაზრდული ცენტრი შეიტანს განაცხადს და შემდეგ უკვე დაგვაკვირდებიან ბუნებრივია ის სავარაუდოდ 2018 წელს გახდება სავარაუდოდ ალბათ 2018 წელს გახდება ცნობილი გახდება თუ არა დედაქალაქად თბილისი
თუ არ მინდა დავაყოლო, იმიტომ ისეთი ენთუზიაზმით ეხლა 18-19-ში ჩატარდა პირველი კონფერენცია და ისეთი ენთუზიაზმით აღტკინებული ახალგაზრდები იყვნენ, რომ თუ სიტყვა აღარ მინდა ვიხმარო და ვფიქრობთ 2020 წელს ჩვენ უმასპინძლებთ თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელობით თბილისი 2020 წლის ევროპულ ახალგაზრდულ ჩვენი ფანტასტიკური იქნება ის რაც ჩამოვაყალიბეთ აი გადაცემა უკვე ამდენი ხანი მიდის და პრაქტიკულად არაფერი უთქვავს საკმაოდ გამოცდილ პრაქტიკულად ბევრის კი არა ყველაფრის მნახველს ჟურნალის ბატონ დავით ხავხდავს და თუ გახლავთ უშუალოდ აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და დავიწყოთ რა რატო არ არის სწორედ გამიგე ასე მეგობრული და პროფესიული საყუდური არჩევლება გითხრა სათანადო დონეზე აი ეს ყველაფერი რაც ეხლა ჩვენ ვერ ვაჟღერებ გაშუქებული იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია როლი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ აბას რასაც თქვენ აკეთებთ რომ არ ვიცი სიმართლე მე ცოტა გაუცებული ვარ მოგესალმებით ბატონო დიტო მოგესალმებით ჩვენს რადიოსმენელებს მართლაც კაი გადაცემა გაგვდა და ჩემი მეგობრებმა ამოწურავათ ისაუბრის და მე მინდა მოკლედ შევეხო ჟურნალისტებს თქვენს კოლეგებს ძალიან მასმედია ბეჭდური მედია ასევე ყველა ტელეკომპანიები ჩვენს თვითონ შეჯიბრებებს აშუქებენ მინდა მათ ყველას დიდი მადლობა გადაუხადო ჟურნალისტები რომ არა თქვენ ბატონო დიტო ის მომავალი თაობა ვიგაზრდებიან მსოფლიოს ევროპის და ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონებად და მართლაც ჩემი მეგობრები არიან ხარში გვიდგანან და უღრმესი დიდი მადლობა მინდა სულ ყველას თქვენს კოლეგებს ბეჭდური მედიიდან ტელეკომპანიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო დიდი წვლილი გაზეთი ლელოსი და სპორტაგჯისი რომელიც აი ესე მხარში გვიდგანან და დიდი მადლობა მათ რომ აი ესე კარგ საქმეს აკეთებენ და ეს დავით მაინც კიდევ ერთხელ ვამოს ვაში წვეთია მთავარი აი უმსხვილესი ის ვისაც უშუალოდ ეხება ეს არის განათლების სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აი ეს სამკუთხედი შეკრა რა აი ეს ბერნუდი სამკუთხედს ვერ ვკრავთ რა არა გვინდა ვიწყებ წვალობთ აქ სხვადასხვა მიმართულებით მარტო ამ საქმიანობაზე არა და მე ბოდის გიხდით ბატონო დიტო ერთი თუ შეიძლება ეს ვიტყვი კიდე ჩვენი ფედერაციის მეგობარი არის ესეთი აუდიტორული კომპანია კაპტო ძალიან ხარში გვიდგას და მე მინდა გადავუხადო ხელმძღვანელობას უმეტესი დიდი მადლობა რომ აი ესე ჩვენს თვითონ შეჯიბრებებში მონაწილეობა ძალიან გვიდგანან ხარში და მისი ხელმძღვანელია ბატონი გიორგი კვინიკაძე და ესეთი ხალხი ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს აი ხა ბატონია მე მინდა წამი დაუბრუნდა რომ კიდევ უფრო გამარტივდე და აი რა ხდება უცებ რომ კიდევ ერთხელ იყოს ნათელი კიდევ ერთხელ იყოს ნათელი მშობლისთვის და უშუალოდ თავად მოსწავლისთვის სკოლის ესე იგი უკავშირდები კი ბატონო გასაგებია გვაქვს ეს საერთო აწყობილი სისტემა თქვა და უკვე მოგვარახშირებული ეს განათლების სამინისტროსთან ეხა უშუალოდ საქმე შემოყვანს უკვე სკოლა რომელიც აი ისეთ სულ ამაზე მაქვს რა გახსოვს ბედაში ვიხსენებთ ხოლმე ხშირად ბადრუგია თავის დროზე ნუნგარ განდელაგი იცის მომეს საალბუდო სპეციალისტი ერთ-ერთი წარჩინებული სკოლის დირექტორი გალდან და მოკლედ ასე ცოცხალი ფაჩულია მეუღარა ბავშვებს და საზა მითაბეჭა უფლა დაიღვარა და არ იყო სერიოზულ დონეზე მიდიოდა გალბუდო ხა ბავშვს ნუ ხოზარვე ხა ცოცხალ ფაჩულიას და ბავშვმა იტაბეჭა ეს ბავშვი მთელი ცხოვრება გაყვება რა ესე შეურობილი ხა რატოა აი აქ რომ რაღაცა მეტად როგორ ჩავრთოთ ჩვენს დირექტორი ნუ თუ რატო არ არის მოწადინებული არ ჭირდება ამას აი ეგ მინდა ეგიც კითხოთ რომ ნუ თუ ისეთი სასწაულით ახაჭირდება აი ამ ორიზიებას რომ მე არ ვამბობ იცით ესე აი კონკრეტული თუნდაც ლოკალური მხედველობაში მაქვს სკოლის შიდა პირველობის გამართვა ეხლა ნუ დავარქვეთ სპარტაკია და რაც გინდა დავარქვეთ ანუ იცით რა რომ აი ეს მიმკლავს ზემკლავის გარდა სკოლა სუნთქავდეს ელემენტარულად აი ამ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტით რომელიც როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ვისთვის და ქართველი კაცისთვის არის სასოცხლო მნიშვნელობის ხო? რაც შეეხება ამ მიმართულებას
განათლების სამინისტროსთან ჩვენ აწყობილი გვაქვს ურთიერთობა ინფორმაციის გავრცელების დონეზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს სამინისტროსთან პირიქით ყველანაირად გვიჭირდება და ჩვენი წერილი ასე ვთქვათ დროულად ვრცელდება და მიდის სკოლებამდე სკოლაში მისულ წერილს რაც შეეხება და ამ სასკოლო ჩემპიონატების ჩატარებას ჩვენი მიზანი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ის არის რომ რა ღონისძიებასაც ვატარებთ სკოლებს თავაზობთ რომ ამ ღონისძიებაში სანამ გამოიყვანს გუნდს სანამ მიიღებს სკოლა მონაწილეობას მანამდე ჩატარდეს შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი ყველა ღონისძიების წინ თავაზობთ ელემენტარული ინფრასტრუქტურა ჭირდება რომ გამართული დარბაზი გქონდეს ასევე გქონდეს როგორც შიდა დახურული ტიპის ასევე სკოლის სპორტული ეზო იყოს მოწესრიგებული ნორმალური ფარები იდგას ნორმალური ბადე იყოს ნორმალურად გაჭიმული ფრენბურთსოეხები და ნორმალური გარემები და არ არის ეს რაღაც სასწაული ეს თუ არა მაშინ აღარ ქონია სკოლა ბაბუ სამწუხაროდ დღეს რეალობა ესეთია რომ ინფრასტრუქტურა არ ხდება მაინც პრობლემატური ხო დიდი და მინდა რომ შევეხო ბოლოს მაინც ფინანსებს ეს ყველა ჩვენი ღონისძიება რაც ვილაპარაკეთ და სამომავლოდ რაზეც გვაქვს ლაპარაკი მიდის მაინც ფინანსებთან განათლების სამინისტრო ახსენეთ და განათლების სამინისტროს როლი რაც არის კიდევ გამომდინარე ჩვენ ადამიანის მეტი არაფერი დაგჩენილი სამინისტრო სამმართველობით გადავხადოთ თუმცა შეუძლია რაც შეეხება მეორე დაფინანსების წყაროს საიდანაც აქვთ ფედერაციებს ეს არის სპორტის სამინისტრო ჩვენ შეტანილი ქონდა განაცხადი სპორტის სამინისტროში დაფინანსებასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ არ გაიზარდა ბიუჯეტის სიტუაცია ფედერაცია მოხდა იმ ფედერაციებს შორის რომელმა ფედერაციებმაც ამ 2016 წელს ვერ მიიღეს დაფინანსება და ბოლოს დაფინანსება და დავამატებდი რომ ციფრებიდან გამომდინარე ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი ფედერაციის მიერ ამ წელს ჩატარებულ ღონისძიებებში ჩართული იყო 7000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე და აი დასკვნები თავად გამოიტანეს ძირბაზე მეგობრებს სამზომართ ამოიწურა ჩვენი განცემის რომ ბადმოგია დავიტოვო დიდი იმედი და ყველაფერი გავაკეთოთ ერთხმად და ერთად ყველამ დამჩოვლებს მოუწოდებ მეტი აქტიურობისთვის რომ ეს ამ აი ხა ჩემ განცემის სტუმრებს სამ ბატონს და თქვენ მონამორჩილს გიაჭირდება ეჭირდება თქვენ ოჯახებს თქვენ შვილებს ისინი სუნთქავენ ისინი იზრდებიან და სწორედ მათი დაუსადება და შემდგომი განვითარება ხდება ასე რომ მეტი აქტიურობა მოხდება ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც ასე ლანგარით კარგი ახალს არავინ არაფერს მოგართმევთ თუ პატარა ხელი არ გაანძრია თავად და არ გამოიჩინეთ ინიციატივა რისის დიდი იმედებად მე კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ განცემაში მომზადებისთვის და ვიქონიოთ იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება Sport Time. Radio Imedis პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.